მოგესალმებით. მოგესალმები ტელემოყურებელს. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს კვირა არის სასესიო კვირა, პლენარული სტომების კვირა და ტრადიციულად ორშაბათს სესიის წინა დღეს ჩატარდა პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა. უმრავლესობის სტომაზე განვიხილეთ ასევე ტრადიციულად ყველა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენა. გამოვყოფ რამდენიმეს, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ დატვირთული სასესიო კვირა იქნება. პირველი იქნება იცვლილება მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება, სადაც დაემატება თანამდებობა სახელმწიფო მინისტრის, კერძოდ სამართალდაცველი უწყებების კოორდინირების კუთხით, რომელ პოზიციასაც როგორც პრემიერის ბრიფინგიდან მოვისმენთ, დაიკავებს ბატონი მამუკა დინარაძე, ასევე ის დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციაში. ეს ცვლილება დღეს უკვე პირველი მოსმენით გავიდა საკომიტეტო მოსმენაზე, ხვალ იქნება პირველი მოსმენა პლენარულზე და ოთხშაბათს იქნება მეორე მესამე მოსმენები, სადაც უკვე შევა ეს ცვლილება მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში. რაც შეეხება ორი სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ასევე იმ ატეხილ აჟიოტაჟს, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ კაფიოდ გამოვხატო, რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველანი, რომ ბატონი მამუკა რეალურად დაუბრუნდება პოლიტიკას და იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც 8 თვის წინ, რომელსაც ის გამოაკლდა. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მთელი გუნდის სახელით იმ გაწეული კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან, რასაც ჩვენ ვაანონსებდით, მისი ძალიან მდიდარი ცხოვრებისეული პოლიტიკური გამოცდილებიდან, სანამ ის დაინიშნებოდა ამ თანამდებობაზე, ავირჩევდით ამ თანამდებობაზე, რომ ის აიყვანდა ამ უმნიშვნელოვანეს სამსახურს ქვეყნისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სამსახურს და ინსტიტუციას თვისებრივად ახალ ეტაპზე და ახალ დონეზე და ეს შეგვიძლია თამამად თქვა, რომ ესეც მოხდა. ასევე ხვალ დავამტკიცებთ, ხვალ იქნება მოსმენა და ავირჩევთ სუსის უფროსის თანამდებობაზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ბატონ გეკა გელაძეს. ბატონ გეკაც ძალიან კარგად გაიცნო ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში. მისთვის ეს სამსახური არ ახალია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ის უკვე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას უსაფრთხოების სამსახურში. შემდეგ ხელმა ქვეყანამ ძალიან კარგად ვნახეთ მისი საქმიანობა უკვე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე და ასევე ვნახეთ მისი ძალისხმევა და შედეგები, ასაც ნიშნავს ასევე თვისებრივად ახალ დონეზე გადაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის და ნარკოტიკებთან ბრძოლა იქნება, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება თუ ასე შემდეგ, ყველამ კარგად ვნახეთ თუ როგორი შედეგები დაიდო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასე რომ კიდევ ერთხელ მოხარულები ვართ და წინასწარ გამომდის, მაგრამ ულოცავ ბატონ მამუკას, იმიტომ რომ ის ნამდვილად უკვე ახალი თანამდებობიდან გაწევს იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რასაც კოორდინირება ქვია სამართალდამცავ უწყებებს შორის და ამ უწყებების, ესე ვთქვათ, საქმიანობა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავა, ამაში ვარ დარწმუნებული. ამასთანავე მინდა მე არ მქონია საშუალება ამ ბრიფინგის შემდეგ მედიასთან კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ამ ფორმატში კომუნიკაციის ბატონ სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ბატონი სულხანისთვის ორგანულია და შემიძლია ვთქვა, რომ მთელი თავის ცხოვრება ამ უწყებაში აქვს მას გატარებული, სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით ამ უწყებაში და ამ სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, ის გააგრძელებს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვანი კოორდინაციის ფარგლებში მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში და ბრძოლა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებთან,
ერთიობა გაგრძელდება და ყველა მიმართულება და ყველა ის დაგეგმილი რეფორმა რაც იყო დარწმუნებული ვართ უმაღლეს დონეზე განხორციელდება. ასე რომ ეს არის ის ესე ვთქვათ ესეთი თანამდებობრივ საკითხები და თანამდებობრივ საორგანიზაციო საკითხები რომელსაც ჩვენ გავიტანთ ამ პლენარულ სტომაზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ ფრაქცია საქართველოსთვის ინტერპელაციის წესით მოიწვია ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯველაძე იმ ძალიან სენსიტიური თემის ირგვლივ, რასაც ქვია დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების ირგვლივ რა პროცესებიც განვითარდა ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ ის განმარტება ბრიფინგს მოусმინეთ ასევე არაერთ გადაცემაში იყო ამაზე საუბარი არაერთი შეხვედრა ვნახეთ ამ ესე ვთქვათ სანამ ეს თემა ესეთი აქტუალური გახდებოდა მანამდეც ხორციელდებოდა შეხვედრები ეხლაც ხორციელდება ეს შეხვედრები მიმდინარეობს მაქსიმალურად ინფორმირება როგორც საზოგადოების ასევე ყველაზე მთავარია მშობლების ამ ბავშვების ძალიან სენსიტიური თემაა ზოგადად და მივესალმებით იმიტომ რომ ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ამ ინტერპელაციას იმიტომ რომ ბატონ მიხეილ სარჯველაძეს ექნება საშუალება რომ უმაღლესი ტრიბუნიდან საპარლამენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი იმიტომ რომ მშობლებმაც საზოგადოებამაც რეალურად ნახონ თუ რასთან გვაქვს საქმე კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ. დანარჩენი იყო სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარე საკითხები, რომელიც გავიარეთ და საორგანიზაციო საკითხები უმრავლესობის ფარგლებში, ძირითადი მიმართულებები გითხარით, რაც ყველაზე აქტუალურია, ეს დავამატებ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არ მინდა ძალიან დეტალური კომენტარი გავაკეთო, მაგრამ შემიძლია წინასწარ თქვა, იმიტომ რომ დღეს ვადევნებდი თვალყურს მედიას და ესე ვთქვათ ძალიან დაინტერესებული იყვნენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური მედიები ფასების კომისიის მუშაობით და იმ დასვნით, იმიტომ რომ მოვიდა თვის ბოლო, თქვენ ვიცით რომ თუ არ ვთქვი 3 მაისამდე აქვს კომისიას ესე ვთქვი ვადა სამუშაოს დასრულების, მე როგორც მაქვს ინფორმაცია და წინასწარად შემიძლია საზოგადოებას უთხრა დასკვნის მომზადება უკვე არის ფინალურ ეტაპზე გადასული, როგორც ვიცი წინასწარი მონაცემით საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნა არის გაკეთებული ამ ფასების ირგვლივ და ამ კომისიის ფარგლებში და როგორც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება უკვე გასრულებელი ხელისუფლებისთვის და ამ საკითხიც ესე დარიგით ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს. ეს იყო პრინციპში ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ უმრავლესობის დონეზე, ხვალიდან შეუდგებით პლენარული კვირის ცხოვრებას, ასე ვთქვათ, კითხვებისთვის მზად ვარ კი პასუხობთ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, კითხავთ თუ შეიძლება ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოვისმინეთ ყველამ, რომელიც ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდება და დაბრუნდება თუ არა საქართველოს სამოქალაქო ომსა და სიღარიბეში. და პრინციპში ეს განცხადება გახდა იმის საფუძველიც, რომ ის დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფილიყო დაბარებული. რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მას თავად მოესმინა სახელმწიფოს პოზიცია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც მოგვესმინა განმარტება ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც ვერ ვნახეთ დეტალურად. მოდით ორი მდგენელი აქვს ამ საკითხს. პირველი, რაც შეეხება მის ამ განცხადებას სამწუხაროდ მისგან და არა მხოლოდ მისგან. ჩვენთვის ესეთი რიტორიკა, ესეთი თავხედური და შეურაცხყოფელი რიტორიკა არ ახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ერთგვარად შეაჩვია ქართული საზოგადოება ამ უტიფრობას და ამ სითავხედეს ევროკავშირის ელჩი იქნება თუ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მე ყველა ქვეყანას არ გულისხმობ და საზოგადოებას დიდი ახსნა განმარტება არ ჭირდება თუ რომელ ქვეყნებზე და რა რომელ სახელდაგვარებზე მაქვს საუბარი. რა უნდა გვიკვირდეს ადამიანისგან, რომელსაც გაგახსენებთ. და ძალიან მნიშვნელოვანია და მას ყოველთვის გავახსენებთ ჩვენ საზოგადოებას და მათ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ყველაზე ნაკლებად ჭირდება ამის შეხსენება, ძალიან კარგად ახსოვს. რა განცხადება გააკეთა მან პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე საათში. როგორი
აბსურდის თეატრი შესთავაზა ჩვენ საზოგადოებას, როგორი სრულიად სრულ ახმებზე დაფუძნებული ასე ვთქვათ რეალობა შესთავაზა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ საზოგადოებას, ასევე არ დავიწყდეთ და არ დავიწყდეთ მათ, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული წინა საარჩევნო პროცესში, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს პირდაპირ მოუწოდებდნენ თუ ვისთვის უნდა დაიჭირათ რომელი პოლიტიკური პარტიისთვის მხარი და არაერთხელ გვითხოვს და დღესაც გავმეორდებით, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრები. ასევე, როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი ბექგრაუნდი აქვს თავის განცხადებებში და თავის ქმედებაში ბატონ ჰერჩინსკის, რა გასაკვირია, როდესაც დღეს საუბრობს და დააბრუნა იგივე რიტორიკა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისინი გაცდნენ ყოველგვარ არაფერს ვამბობ ენის კონვენციაზე, დიპლომატიაზე, ეთიკაზე, ისინი გაცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს თავის მასპინძელ ქვეყანაში. ასე რომ ყველაზე მთავარი მათ ძალიან კარგად უნდა შეიგნონ და იციან და სწორედ ეს აღიზიანებ და სწორედ ამაზე მწარდებიან პირდაპირ მნიშვნელობით, რომ სწორედ რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ თუ რეალურად ვინ არიან, რა ძალას წარმოადგენენ და საითკენ უქადიან ჩვენ ქვეყანას, რომ წავიდეს და საითკენ წაიყვანოს კურსი და პირდაპირ ომის რიტორიკა და ომის ენაა და ომში ჩართვა ეს კურსი. რომ საზოგადოებამ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებები და არჩევანი გააკეთა საპარლამენტო არჩევნების დროს, ადგილობრივი არჩევნების დროს, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. აი ამას ვერ ინელებენ და აი ამაზე გამოდიან და აი ამ უტიფარ დავალებას უტიფრად ასრულებენ და ახმოვანებენ. ჰერჩინსკი ბატონი არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არც ჰერჩინსკი და არც სხვა სახელი და გვარები დიპლომატიური წარმომისის ჩვენ პირადული მათთან არაფერი არ გვაქვს. ისინი არიან უბრალოდ გამხმოვანებლები იმ დავალების და იმ მესიჯბოქსების, რომელიც მოსდით მათ. გამტარები და გამხმოვანებლები ასევე მესიჯბოქსების და დავალების ფუნქციები იმ აგენტურული ქსელისთვის, რომელი აგენტურული ქსელიც დღეს მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით ჩვენს ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, რომ დაბარება აქ რა პასუხი გას, ამაზე პასუხს ვერ გასცემს. ბატონი ჰერჩინსკი რა კითხვა უნდა დაუსვან, რომ აი ესეთ შეურაცხყოფაზე გასცეს პასუხი. ამაზე უბრალოდ პასუხს ვერ გასცემს, თავარი არის თემა ერთი. რომ სახელმწიფომ, თავმოყარე სახელმწიფომ ამაზე ერთია პოლიტიკური განცხადება, ერთია ჩვენი პოლიტიკური პასუხი, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების პოლიტიკური პასუხი, რაც ნახეთ 24-ის და 25-ის ყველაზე ბოლო არჩევნები რო გავიხსენოთ და მეორეა სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების რეაქცია ყველაფერთან დაკავშირებით. რეაქცია იყო ადეკვატური, როგორი ადეკვატური რეაქციები ყოფილა სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებიც პირდაპირ იყვნენ პარტიული საქმიანობით დაკავებული აქ ჩვენ ქვეყანაში და აგრძელებენ ამ ყველაფერს. ეს არის აქ ყველაზე მთავარი პოლიტიკური მდგენელი. სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ ოპოზიციის აჟიოტაჟი, რას უკავშირებთ ამ აჟიოტაჟს, რომელიც სწორედ ახალ სამინისტროს და მამუკა მდინარაძესთან არის დაკავშირებული? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოდით დავრევერსოთ და ძალიან მოკლე რეტროსპექტივაში გავიაროთ, გახსოვთ რა იყო, როდესაც ბატონი მამუკა ირჩეოდა უსაფრთხოების მინისტრად, გახსოვთ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, გახსოვთ რიტორიკა, რა რიტორიკა იყო. იყო ზუსტად ერთი და იგივე რიტორიკა და შემდეგ ეხლა წავიდნენ ამ მეორე წრეზე ამ რიტორიკის, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და მრავლის მეტყველი ეს მათზე მეტყველებს თუ რეალურად როგორ ნერვიულობენ ყველა იმ გაკეთებულ საქმეზე, თუ როგორ ნერვიულობენ მის რეპუტაციაზე, თუ როგორ ანერვიულებთ და აღელვებთ მისი წონა, პოლიტიკური წონა და როგორ აღელვებთ, რომ ამ წონის და ამ გამოცდილების ადამიანი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ფუნქციით ბრუნდება პოლიტიკაში. ძალიან კარგად მესმის. კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი მათი მხრიდან, იმიტომ რომ იციან რას ნიშნავს მისი პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს მისი პოლიტიკური წონა. აი ამას უკავშირებ მხოლოდ და მხოლოდ. და ვნახეთ, კიდევ ერთხელ გავმეორდები რამდენიმე წუთის წინ თქვი ჩემს ესე ვთქვათ უმრავლესობის საკითხებთან ერთად, როდესაც ვახსენე ეს საკითხი, კიდევ ერთხელ ის წარმატებები, რომელიც წარმატებებიც მიღწეულია სამართალდამცავ უწყებებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება იმ კოორდინაციის პირობებში, რასაც გაწევს ბატონი მამუკა მდინარაძე და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, არის აჟიოტაჟი, იმიტომ რომ იციან რა პოლიტიკური წონის ფიგურა დაბრუნდა პოლიტიკაში. როგორც გაირკვა, ქართულზე და ფულის გაპროცენტებაზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. რა იყო დეზინფორმაციის მიზანი, რომ გითხრათ?
კი ბატონო, დეზინფორმაციის მიზანი იყო ერთი. რაც არის მიზანი თითოეული დეზინფორმაცია ჰერჩინსკიზე ვისაუბრე და იმ ცრუ ახმებზე ვისაუბრე, რომელიც მან ეცადა რომ ეთესა ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ გვითქვამს ჩვენ ავტორიტეტებზე შეტევა. ავტორიტეტულ ინსტიტუციებზე ვნახეთ ეკლესიაზე შეტევა ხო გახსოვთ? პატრიარქი დაკრძალული არ ყავდა ერს, რომ ვერ ითმენდნენ ეს ავაცახსენებლები იმ კომენტარებს, რა კომენტარებსაც ჩვენ ვისმენდით და რა ზიზღის ნარევი კომენტარები მოდიოდა მათი მხრიდან. ერთი სამძიმარი არ გვინახავს არავისგან მათი მხრიდან, ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრების მხრიდან და აქაურ აგენტურაზე ხო საერთოდ საუბარი არ მაქვს. ხა რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, იმ ფონდს, რა თქმა უნდა, როდესაც ავტორიტეტებზე მაქვს საუბარი, ეს ხო მათი იმ გეგმის ნაწილი, რომ ყველა ავტორიტეტულ ფიგურას და ვინ თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერთი არის გარანტი პირველ რიგში იმ პოლიტიკური კურსის და გეზის, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, იმ უსაფრთხოების, იმ გადარჩენის კურსის და იმ ეკონომიკური განვითარების კურსის, რომელსაც მიხვება ჩვენი პოლიტიკური ბუნდა, ჩვენი ქვეყანა და რომელიც დაკვეთაც არის ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ამ ადამიანს, როდესაც შენ ცდილობ, რომ ესე ვთქვათ, დეზინფორმაცია გავსო ქველმოქმედებაზე, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ღიმილის მომგვრელიც არ არის, ეს მეტყველებს მათ საცოდავ სახეზე, მათ სრულიად სასოწარკვეთაზე, უბრალოდ აქ კომენტარის გაკეთება ზედმეტია საზოგადოების მიმინდია კომენტარის გაკეთება და მინდა იმცეთ ჩემ თავს უფლება და გითხრათ, რომ მე ჩავეცი ამ საკითხს და იმდენად უსუსური ტყუილია, იმდენად მოკლეფეხებიანი ტყუილია, რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როდესაც საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თავის მეორე კომპანიას, სადაც შეეძლოთ საერთო ცესხის გარეშე მიეცათ და ის თანხა, როდესაც საუბრობთ ასობით მილიონ თანხაზე, მილიარდობით დოლარი და ევრო და რა ვალუტა ვახსენო დახარჯული აქვს ამ ოჯახს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის და ქველმოქმედებისთვის, აბრუნებს იგივე კომპანია უკან რაღაც სიმბოლური პროცენტით, რომელიც დაბრუნებული თანხაც თავისივე პროცენტით ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს. მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ ეს განმარტება მიმეცა. თუნდაც არ არის ერთი წამითაც ეს განმარტება მისაცემ, იმიტომ რომ სრულიად აბსურდზე და სრულიად სიცარიელეზეა აგებული ეს ყველაფერი. შეგახსენებთ ერთ ფაქტს. რამდენიმე წლის წინ რაც მოხდა, თქვენ გახსოვთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ოჯახის წევრს ქონდა რაღაც, არ ვიცი, ნაკვეთი თუ რაღაც სახლი ერთ-ერთ თბილისის უბანში. ამ ნაკვეთის გვერდზე ნაკვეთში მოხდა უბედური შემთხვევა. არ მახსოვს, დაჭრა იყო თუ გლელობა, რაღაც მოხდა, მოკლედ დაჭრა მოხდა, მე მგონი. სიუჟეტი გააკეთეს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული, ესე იგი ოჯახის წევრთან დაკავშირებულ საცხოვრებელ ეზოში მოხდა ეს და ეს. აი ეს არის ამათი სახე და აი ამ სერიიდან არის აი ეს უსუსური საცოდავი ტყუილი, რასაც ავრცელებენ ქართულ ფონდზე. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და საზოგადოებისთვის მართლა ვიცი ამ საქმის ამ თემის დეტალები, ამიტომ მივეცი თავისუფლება, რომ ეს ძალიან მოკლე და პატარა განმარტება გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. მიზანი ერთია. ვინც ამ ქვეყანაში ავტორიტეტულია, ვინც ამ ქვეყანაში პატივისცემას იმსახურებს, ვისაც ამ ქვეყნისთვის გული უძგეს და ვინც ამ ქვეყნისთვის თავი აქვს გადადებული, პირდაპირ მნიშვნელობით, არა მხოლოდ თავის თავი, მთელი თავის ოჯახი. აი შეუტიონ და დაანგრიონ თავისი ჭკუით მისი ავტორიტეტი. მაგრამ ამით ვერ ხვდებიან, რომ პირიქით, როგორც ეკლესიაზე და საპატრიარქოზე იყო, პირიქით ძლიერდება ეს ყველაფერი და ძლიერდება ეს ოჯახი და ძლიერდება ეს ადამიანი და ძლიერდება ქართული საზოგადოება. ეს არის მიზანი ამ ყველაფერს. დაკავშირებითაც და კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ ამ საკითხსაც მოყვა სპეკულაციები გულისხმობ საკადრო ცვლილებას. კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, როგორც ვიცით, ხვალ უკვე დამტკიცდება ბატონი გეკა ამას. კი ბატონო, ვისაუბრე მე რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ გავიმეორებ ბატონ გეკასთან მიმართებით ჩემს დამოკიდებულებას. ერთია შეიძლება რაღაც ჩემი პირადი მეგობრობა მასთან, მაგრამ მეორეა საქმე და ვისაუბრებ საქმესთან დაკავშირებით. პირველ რიგში იქ სადაც ბატონი გეკა აირჩევა უფროსის თანამდებობაზე და ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ამ სტრუქტურაში მას უკვე აქვს გამოცდილება როგორც პირველ მოადგილეს. შემდეგ თელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა ბატონი გეკას მინისტრობის პერიოდში თუ რა წარმატებებს მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ყველა მიმართულებით, რაც ეხება და ეს იქნება ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით და ანტინარკოტიკული ბრძოლა, ეს იქნება მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ეს იქნება ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით საკითხები და დამერწმუნებით იგივე სულისკვეთებით და იგივე ენერგიით ბატონი გეკა გააგრძელებს უკვე ისე ვთქვათ თავის საქმიანობას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას და კიდევ ერთხელ ამ ყველაფერს მის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ გამეორდები ასევე გვერდზე რომ გადავდოთ პირადი მეგობრობა მისი საქმიანობიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე ბატონ სულხან თამაზაშვილზე ვისაუბრე და გამეორდები კიდევ ერთხელ თქვენთვის და საზოგადოებისთვის რომ მთელი მისი ალბათ შეგნებული ცხოვრება უკავშირდება იმ სამსახურს რომელ სამსახურშიც ის მოვიდა დღეს და დაინიშნა პრემიერის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე და მინიმუმ იმ ენერგიით გააგრძელებს იმ ესე ვთქვათ იმ საქმიანობას და იმ მიმართულებების გაძლიერებას, რომელიც გაძლიერდა ბატონი გელაძის მინისტრობის პერიოდში. და რაც ყველაზე მთავარია, აქვე არ დაგზარდებით და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, როგორც სამართალდამცავი კუთხით, ასევე დიდი პოლიტიკური გამოცდილება. ეს პირიქით ამ ორივე უწყებას და არა მხოლოდ ამ ორივე უწყებას, მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს და რეალურად ქვეყნის უსაფრთხოებას გადაიყვანს თვისებრივად ახალ ეტაპზე და ახალ დონეზე. დაპირისპირება და დღითი დღე მწვავდება აღნიშნული დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პოსტით გეცოდინებათ და უშუალოდ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა შემდგომ უკვე ირიბი განცხადებებიც კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით რომ ეს პოსტები ეძღვნებოდა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს მათ შორის ნიკა მელიაზეც იყო აქ აქცენტი და ამის შემდგომ ზუსტად ნიკა მელიამ დღეს გაავრცელა პირველად სასჯელახსრულების დაწესებულებიდან და გააკრიტიკა ღიად მიხეილ სააკაშვილი შემდეგ უკვე ნიკა გვარამი გამოიხმაურა აღნიშნულ პროცესს წერილით და თქვა რომ არ შეიძლება ერთმანეთს პირდაპირ განეცხადა ეს ჭამდნენ შიგნიდან და რომ ვერ მოერევიან ასე ვთქვათ ამით და აღნიშნული ბრძოლის მეთოდებით ქართულ ოცნებას. როგორ შეაფასებთ ოპოზიციის ალიანსში მიმდინარე პროცესებს? საერთოდ ხომ არ ფიქრობთ რომ 26 მაისამდე მათ აქვთ ეროვნული მობილიზაცია ხო და ანონსებულია იჭიდებიან კონკრეტულ თარიღს რომ მივიდნენ აქამდე და შემდგომ ხომ არ ფიქრობთ რომ უკვე დაშლისპირა სწავლენ. კარგით, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ პირველ რიგში. სათვალავე აგვერია მე რამდენი ალიანსია, ანუ იგივე მე რამდენი ფანჩატურია, მათი ეს რაღაც მე რამდენი სეზონის, მე რამდენი უნიჭო სერია სანამ დავალებას მიიღებენ ქვეყნის გარედან, ან რაიმე თავიანთი ჭკუით მხარდამჭერ დესტრუქციულ განცხადებას და ანტისახელმწიფოებს და ანტიკონსტიტუციურს ერთმანეთის ჭამის სერიალს აყურებინებენ ჩვენ საზოგადოების იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში იმ თავის გაცებულ პარტაქტივს, რომელიც ჩერჩენია და ვერ გავუყვიათ ერთმანეთთან. ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის მელიამ რა თქვა სააკაშვილზე და გვარამიამ რა იფიქრა ამ ნათქვამზე და სააკაშვილმა რა შემოუთვალა ჩერგოლიიშვილს. აი ძალიან ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ როდესაც მოაგდებათ საწვავი გარედან შემდეგ თავაზობენ საზოგადოებას ერთმანეთის ჭმის ახალ რაღაც სერიალებს რომ როგორმე შეავსონ საინფორმაციო ბადე თავიანთ ეგრეთ წოდებულ აგენტურულ ტელევიზიებში. ეხლა რაც შეეხება რა მომავალი აქვს და რომელიც ასევე სათვალავე აგვერია მე რამდენი თარიღს ეჭიდებიან და ზოგადად ტრაგიკომიკულია როდესაც აგენტურა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გიანონსებს აქციას. ეს არის ტრაგიკომედია. ამაზე დიდი მარაზმი არ არსებობს. აგენტურული ქსელი, გააშიფრული, ნიღაბ ჩამოხდილი წლებია გიანონსებს აქციას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ამით მეგონი უპასუხე და ამოწურე ასევე საზოგადოების ინტერესს თქვენი კითხვიდან გამომდინარე.